აჭარის პირველობა ქართულ ჭიდაობაში ერთმანეთს 2011 წლებში დაბადებულები ეჯიბრებოდნენ, გამოვლინდა პირველ ადგილზე გასული სპორტსმენებისგან დაკომპლექტებული აჭარის ნაკრები, რომელიც 16-17-18 მარტს მარნეულში საქართველოს გუნდურ პირველობაზე იასპარეზებს. სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეები მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ წელს. პირველად აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით პირველი ადგილის მფლობელები ფულადი პრემიითაც დაჯილდოვდნენ. სპორტულ აქტივობაში სულ 27 მოჭიდავე მონაწილეობდა. ვიჭიდაობ 65 კილოგრამის კატეგორიაში წარმატებით მოვიგეო შეხვედრა და დავიკავე პირველი ადგილი. მომავალში ვაპირებ რომ გავხდე საქართველოს ჩემპიონი და მაქვს დიდი მიზნები. და ამისათვის ვიშრომებ და ყველაფერს გავაკეთებ რომ საუკეთესო. აღნიშნული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ქართული ჭიდაობის ნაწილის პოპულარიზაციისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის არამარტო სპორტული, არამედ ისტორიული ნაწილის განვითარების და შენარჩუნებისთვის. დღევანდელმა დღემ მიუხედავად იმისა, რომ პირველი სპორტული შეჯიბრება იყო, ძალიან პოზიტიურად გამოკვეთა ის მზარდი დინამიკა, შედეგი, მოცემულობა, სპორტსმენთა მომზადების დონე. ეს მუხტი ასევე გადავა როგორც აჭარის მასშტაბის, ისე ეროვნულ დონეზე ნებისმიერი პირველობის სახელობითი და ხსოვნის ტურნირს.